სწორად კვების დასაწყებად ყველაზე მარტივი გზა, რომ არ დაგჭირდეთ პროდუქტების აწონვა და პორციების ნორმალური თანაფარდობის გაგება, გთავაზობთ აითვისოთ თეფშის მოდელი. ეს მოდელი გასული საუკუნის 80-იან წლებში ფინელმა დიეტოლოგებმა შეიმუშავეს. თქვენ აღარ დაგჭირდებათ რთული არითმეტიკული გამოთვლები, რომ განსაზღვროთ კალორიების რაოდენობა და ცილების, ნახშირწყლებისა და ცხიმების თანაფარდობა კერძში. თეფში ამას თქვენთვის გააკეთებს. ყველაფერი ძალიან მარტივია. ვიღებთ ჩვეულებრივ 20 სანტიმეტრამდე დიამეტრის სტანდარტულ თეფშს და მის ნახევარს ასევთ ბოსტნეულით. რაოდენობით ეს დაახლოებით თქვენი ხელისგულის ზომაა. თეფშის მეორე ნახევარს გონებაში ორად ვყოფთ. მეოთხეც ვასევთ ცილოვანი პროდუქტებით, თევზის ნაჭრით, ზღვის პროდუქტებით, ვარკოსნებით ან კვერცხისგან მომზადებული კერძებით, თქვენი ხელისგულის, თითების გარეშე ზომაზე ორიენტირებით. ეს არის ჩვენი ცილა. და ბოლოს დარჩენილ ნაწილზე ვდებთ გარნირს, მარცვლეულს, კარტოფილს, მაკარონს ან მუქი ჯიშის ბრინჯს. საჭირო რაოდენობის გასაგებად გააკეთეთ მუჭა და რამდენის დაახლოებით ჩაეტევა მასში, იმდენს ვდებთ. სურვილის შემთხვევაში შეგძიათ დაამატოთ 1-2 ნაჭერი მთლიანი მარცვლის პური. თუ გლუტენო პური შერჩევა რთულია, მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მიაქციოთ უძველესი და მთლიანი მარცვლის პურს. სასარგებლო ცხიმები. გთავაზობთ, რომ ორიენტირდეთ თქვენი დიდი თითის ზომაზე. ეს არის თხილეული, მაგალითად დილას კარაქი, ავოკადო. გრის განმავლობაში შესაძლებელია 3 ძირითადი კვება და 1 წახემსება. არა უმეტეს. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ჩვენ არ ვცხოვრობთ იმისთვის, რომ ვჭამოთ, არამედ საკვები არსებობს იმისთვის, რომ ვიცხოვროთ, შევინარჩუნოთ ჩვენი სხეული და ვიცხოვროთ მდიდარი ცხოვრებით.